ნიკოლოზ ხატიაშვილი ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვადასხვა სულ უფრო მეტი მედია წერს იმის შესახებ, რომ თითქოს და Middle East ასეთი გამოცემა არსებობს, ინტერნეტ გამოცემა და ახლა გადავედი მათ გვერდზე, თითქოს მათ არაბმა მაღალჩინოსნებმა საუბარში განუცხადეს, რომ ირანმა შესაძლოა ბაქო თბილისი ჯეიხანის მილსადენს დაარტყას. ნავთობსადენის საბოლოო დანიშნულება თურქეთში მდებარე ქალაქი ჯეიხანია, თუმცა აქედან მედლი ნავთობის ნაწილი ისრაელს გემებით მიეწოდება. აქამდე ორმაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მრჩეველმა თქვა, რომ დაარტყავდნენ მტრის ნავთობით მომარაგების ხაზებს და ისევე ეს მედია წყაროზე დაახლოებით ამბობს, რომ ეს კომენტარი მათ აი ამ მუქარაზე დაყრდნობით გააკეთეს. ირანის მუქარა დაარტყას მტრის ნავთობის ხაზებს, მხოლოდ ამ ნავთობსადენის თუ შეიძლება, მხოლოდ ეს ნავთობსადენი თუ შეიძლება მოიაზრებოდეს, რადგან ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია. ნიკა, აი ამ შეკითხვით დავიწყებ, რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს და უნდა განიხილებდოს თუ არა ეს როგორც შესაძლო სცენარი დაუყოვნებლივ საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მიერ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა დღევანდელ გადაცემაში მოწვევისთვის. ამ ეტაპზე მე ვიტყოდი, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და იმ პროცესებიდან, რაც მიმდინარეობს ირანში, ხო ამის გამორიცხვა საბოლოოდ ნამდვილად არ შეიძლება. აქ უკვე მეორე კითხვა არის, თუ მოვლენები ამ სცენარი წავა უკვე, ხო, ანუ რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენ აღმოჩნდებით. მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლად უსაფრთხოების ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია, როდესაც თქვენ ახსენეთ უშიშროების საბჭო, მაგრამ სამწუხაროდ უშიშროების საბჭო გაუქმებულია უკვე და უსაფრთხოების საბჭო ხომ მაინც არსებობს, რაღაც ხომ არსებობს. არ ვიცი რა ფორმით არის ხა წარმოდგენილი, მაგრამ როგორც ეს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ყველა იმ ქვეყანაში უნდა არსებობდეს, რომელიც დგას ისეთი ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, როგორც არის რუსეთი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაჩნია არც უსაფრთხოების საბჭო, ასევე არ მოხდარა ჩვენი ეროვნული კონცეპტუალური უსაფრთხოების დოკუმენტების განახლება, როგორც არის თქვათ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ჩვენ არ გვაქვს ელემენტარულად ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც პოტენციურ საფრთხეს იგივე იქნება ეს დრონი თუ ეს იქნება რაკეტა მოიგერიებს, ხო, ანუ ნამდვილად ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მინდა რაღაც საზოგადოებაში გარკვეული შფოთვა გამოვიწვიო, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანს აქვს სადღაც ანუ თურქეთამდე უნდა ხო, ანუ ეს უნდა გადმოვწიო ეს რეალურია ეს ინფორმაცია სამიზნე ექნება ამ შემთხვევაში იმას ხომ ირანს სადღაც რომელიღაც ამ სამი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა კი ბუნებრივია, იმიტომ ეს უწყვეტი ჯაჭვი უნდა გაწყდეს, რომელიც შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას შესაბამის რომ აქვს ასე ვთქვათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გამართული. კი დღეს ჩვენ უკვე დავინახეთ, კი თურქეთთან და კიდე ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული არის ნატოს გემები, რომლებსაც აქვთ იმის სამხედრო შესაძლებლობები, რომ ჩამოაგდონ ასეთი ტიპის რაკეტები, თუმცა ეს თუ ვთქვათ სიტყვაზე ირანის საზღვრიდან წამოვიდა, მაშინ ძალიან რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ამ სცენარით თუ წამოვიდა, უნდა გამოიაროს 500 კილომეტრი არის დაახლოებით და შემდეგ საქართველოს, აზერბაიჯანში რა მდგომარეობაა? აზერბაიჯანს გააჩნია, რა თქმა უნდა, თავის საჰაერო ან თავდაცვის სისტემები, თუ არ ვთქვი, მაგათ ეს სამასები უნდა ქონდეთ რუსული წარმოების, რამდენად შეძლებენ ისინი, ვთქვათ, მათ ჩამოგდებას ეს არ ვიცი, მაგრამ ნაღულიანდი სიმართლე გითხრათ, ხო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორი ფაქტორი არის, პირველი ის, რომ ალბათობა ამისი ძალიან დაბალი არის, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ირანთან ჩვენ არ გვაქვს რაღაც მტრული ურთიერთობები და ეს თუ მოხდა თავდასხმა, ეს არ იქნება თავისუფალ მილსადენზე, ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მეორე მომენტი არის ის, რომ ზოგადად ირანის საინფორმაციო ველი ხშირად გაჯერებული არის მას
დეზინფორმაციით, პროპაგანდით და ასე შემდეგ და მე არ გამოვიწყო რომ ეს იყოს უბრალოდ გარკვეული დეზინფორმაციის გამოვლინება იმისთვის რომ თქვათ მეზობელ ქვეყნებში დაითესოს პანიკა და მოხდეს რაღაც რაკეტებს და დრონებს უშვებს თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით და ალბათ რა ვიცი ვნახეთ პირველივე დღეებში როგორი მხარდაჭერა გამოთქვა თურქეთის ოფიციოზმა მათ მიმართ შესაბამისად დღეს ცოტა გასაკვირიც იყო მათი მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტა. ამიტომ ამბობ რომ ხშირად ჩვენ ხედავთ ირანის საინფორმაციო სივრცეში გარკვეულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას, იმიტომ რომ რეალურად ირანული რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რაზეც დგას, ეს არის ძალიან ისეთი აქტიური პროპაგანდა, აგრესიული პროპაგანდა, დეზინფორმაცია და სწორედ ამით აი ხა წინასწორმა მახსენა ბუშტი როსკდება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ შემთხვევაშიც მე დავეთანხმები მაგას და ეს საინფორმაციო ომის ელემენტები მათ ახასიათებთ ხოლმე. აქედან გამომდინარე მე რა თქმა უნდა ამის გამოურიცხვა არ შეიძლება, თუმცა ალბათობა ამისი არის ძალიან დაბალი. ბაქო-თბილისი ჯეიხანთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, ანუ თუ თურქეთის თავდაცვის შესაძლებლობები ვიცით აზერბაიჯანის შესაძლებლობები და ბუნებრივია ამის შესახებ ინფორმაცია აქვს ირანსაც და საქართველოს ამ მხრივ საკამაოდ მოწყვლადი არის, ეს ზრდიებს თუ არა რისკებს ჩვენთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ეტაპისთვის ნაკლებად სავარაუდოა ამ სცენარით მოვლენების განვითარება, მაგრამ თუ ღმერთმა არქნას და რაღაცა ისეთი იქნება, მაშინ ხო, შესაძლოა გარკვეული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვაგვაჩნია ეფექტური ანტისახაერო სისტემა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაზეც თქვენთან მინდა, უпростоრედ სხვა საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ემუქრება. ამ დღეების განმავლობაში ითქვა, რომ თუ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება ირანში, გარდაუვალია ლტოლვილთა დიდი ნაკადები მივიღოთ, რაც ჰუმანიტარული კატასტროფის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მდგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. კიდევ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს, აი ნახეთ, თუ ირანმა გადაწყვიტა, რომ ნატოს სამხედრო ბაზები უნდა ამოიღოს მიზანში, ამ შემთხვევაში რუმინეთში განლაგებული ნატოს ბაზა შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მოკლედ, არსებობს თუ არა რისკი, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე იყოს გამოყენებული ნატოს ბაზების დასაბომბად? ხო, ცოტა ტექნიკურ დეტალებში რო შევიდეთ, რუმინეთი საკმაოდ შორს მდებარეობს ირანისგან და შესაბამისად ნაკლებად სავარაუდო არის, რომ ეს მოხდეს გარკვეული თვითმფრინავების სამხედრო ავიაციის გამოყენება, იმიტომ რომ სანამ რუმინეთამდე ჩაფრინდებიან ის თვითმფრინავები, მანამდე არის თურქეთი, მანამდე არის ხმელთაშუა ზღვა და არის შავი ზღვა, სადაც განლაგებული არის მრავალი ტიპის ანტისახაერო სისტემები და ასევე თურქეთსაც გააჩნია თავისი სამხედრო თვითმფრინავები და შესაბამისად რუმინეთსაც ასევე, შესაბამისად სანამ ისინი მიზნამდე მიაღწევენ, მე ვიტყოდი რომ ვერც მიაღწევენ მიზნამდე ისინი, ალბათ მათ ჩამოაგდებენ მანამდე და შესაბამისად ამ მხრივ არ ამგონია რომ საქართველოს სივრცე გამოყენებული იყოს. თუ ეხლა მოხდა გარკვეული ბალისტიკური რაკეტის გასროლა, ხო, ანუ აქ უკვე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს რაკეტა ისე მოქმედებს, რომ ასე ვთქვათ, ატმოსფეროში გადის, თავის შესაბამის პროცესებს გადის და აქედან გამომდინარე, ჩვენი სივრცე არ ამგონია, რომ რაღაც რელევანტური იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ტოვულების კონტექსტში, ხო, ეს საფრთხეც იცით როგორ არის, ჩვენ არ გვაქვს საზღვარი ირანთან, ხო, ანუ სანამ ეს ტოვილები ჩვენამდე ჩამოღწევენ, მათ ერთი მხრივ უნდა თურქეთი გამოიარონ, მეორე მხრივ უნდა სომხეთი გამოიარონ და სანამ ეს აქამდე მოხდება, ჯერ პირველ ეტაპზე მაინც პირველი მიმღები, ასე ვთქვათ, უნდა გახდეს თურქეთი და სომხეთი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის რისკი არის გრძელვადიან პერიოდში, მაგრამ პირველ ეტაპზე ალბათ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. სწორედ ეს ხომ არ იყო ფაშინიანის აი ამ ორდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რაღაცა საერთო სტრატეგია ჩამოაყალიბონ საქართველომ და სომხეთმა, თუ კი ასეთი რისკების მართვის აუცილებლობის წინაშე დადგებულან. ნუ რეალურად ეს ვიზიტი ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ საკითხებზე.
ძირითადად, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ამ და სხვა კიდე პრობლემურ ის საჯაროდ, ანუ ზოგადად ღონისძიება იყო დაკავშირებული მიძღვნილი ეკონომიკურ საკითხებთან, თუმცა მე რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ კონკრეტული პრობლემური საკითხების ან გამოწვევების განხილვას ასეთ ფორმატებში, იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს, რა თქმა უნდა, იმ პრობლემურ საკითხებზეც მიდის საუბარი, რაც სიტყვაზე დაბალ დონეზე შეიძლება ვერ გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, მე არ გამოურიცხავ, რომ ყოფილიყო საუბარი ამ საკითხზეც, ასევე ყოფილიყო საუბარი ტვირთების საკითხზეც, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ორ ქვეყანას შორის და ხო, ნუ ასეთი დიალოგი ჩვეულებრივი ამბავია ეგეთი ვიზიტების დროს. თუ არ ვწდები ორგანიზაციის ზუსტ სახელწოდებაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ხო? მათ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ აი ამ სარაკეტო იერიშების შედეგად დიახ ირანში ერთ-ერთი ბირთვული ობიექტი არის დაზიანებული, ჯერ არ ადასტურებენ ინფორმაციას შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვის შესახებ, თუმცა გვახსოვს მათი განცხადება, რომ თუ ასეთი მოხდა და რისკები ამ ვითარებაში ძალიან მომატებულია, შესაძლებელია დიდი ქალაქების ევაკუაციის საჭიროება დადგეს. ეს რისკები რამდენად ემუქრება საქართველოს? იცით რა ის ახლა ამ რადიაციის ტექნიკურ დეტალებში მე რა თქმა უნდა ვერ შევალ, იმიტომ რომ ეს ალბათ შესაბამისმა ექსპერტებმა უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით დასკვნები, იმიტომ რომ ეს რადიაციის მოქმედება საწავა როგორ წავა, ბევრ კითხვას გაჩენს და ამას ძალიან კომპეტენტური დასაბუთება ჭირდება. თუმცა ჩვენ თუ გავიხსენებთ 12-ღიან ომს, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო ატომური ობიექტების დაბომბაზე, რომელსაც ამერიკა ახორციელებდა, როგორც მახსოვს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი დაიბომბა, თუმცა მაშინ არ მომხდარა რაიმე სახის გაჟომა, რაც დაემუქრებოდა როგორც ირანს, ასევე მთლიანად რეგიონს და შესაბამისად ეხაც მე ვფიქრობ, რომ ეს რისკები ძალიან დაბალი იქნება, იმიტომ რომ როდესაც ამერიკა და იგივე ისრაელი გეგმავენ ასეთ მასშტაბურ ოპერაციას, ისინი აკეთებენ ყველანაირი რისკების გადაზღვევას და ასეთი ტიპის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას წინ უსწრებს ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო პროცესი, სადაც ძირითადად სპეცსამსახურები და სადაზვერვო ორგანიზაციები არიან ჩართულები. ამ მხრივ მე ვიტყოდი, რომ ალბათ მე არ გამორიცხავ, რომ ეს ოპერაცია იგეგმებოდა წლების განმავლობაში და სწორედ ის 12-ღიანი დარტყმები მიმართული იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო გარკვეული პლაცდარმი შემდეგი სამხედრო მოქმედებებისთვის და შესაბამისად ესეთი ტიპის საფრთხეებიც ალბათ გათვალისწინებული იქნება, იმიტომ რომ ეს მარტო ეს ამის გაშლა თუ მოხდა რეგიონალურად, ხო, ანუ საფრთხის ქვეშ დადგებიან იგივე ამერიკელი სამხედროები, რომლებიც დისლოცირებულები არიან სხვადასხვა ბაზებზე, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე თურქეთში და შავი ზღვის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი ალბათ გადაზღვეული იქნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, მე რა თქმა უნდა ამას ეს ინფორმაციის გადამოწმება წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ არის ის ვერსიაც, რომ მათი ურანის ძირითადი ნაწილი გატანილია ქვეყნიდან და რუსეთის ტერიტორიაზე არის განლაგებული. შესაბამისად, ეს ფაქტორიც ალბათ გასათვალისწინებელი იქნება, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე. და რუსეთს არ დაარტყავს. ხო, მესმის რომ ღიმილის მომგვრელად ჟღერს, მაგრამ რა ვიცი, მე მგონი წარმოუდგენ ტრამპის ხელში წარმოუდგენელი აღარაფერია. სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა რამდენად შეიძლება დაუშვათ ისევ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარე? რა თქმა უნდა, სახმელეთო ოპერაციის გამორიცხვა არ გამოურიცხავდი მე მაგას, თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ სახმელეთო ოპერაციაზე, ამასთან ძდევს ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ამის მოსამზადებელი, იგივე ლოჯისტიკური კუთხით, იგივე სამართლებრივი კუთხით და ასე შემდეგ. ტრამპა რა თქმა უნდა არ გამოურიცხა და რეალურად თუ სცენარი ძალიან ნეგატიური მიმართულებით წავა, შეიძლება დადგეს იმის საჭიროება, რომ სახმელეთო ოპერაცია გახდეს საჭირო. პირველ ეტაპზე მე ვიტყოდი, რომ ეს ჯარის შეყვანა შეიძლება ესეთი, როგორც მოხდა ეს ავღანეთში ან ერაყში არ გახდეს საჭირო, მაგრამ გარკვეული სახმელეთო ოპერაციის საჭიროება დადგეს, თუმცა ამას თავისი მოსამზადებელი ეტაპები აქვს, როგორც ლოჯისტიკურად, ასევე სამართლებრივად და ამას მინიმუმ რამდენიმე თვე დაჭირდება. ასევე ირანი გეოგრაფიულად ძალიან რთული რეგიონი არის და ამ კუთხითაც ბევრი, ასე ვთქვათ, დაბრკოლება იქნება მათთვის. შესაბამისად, ამერიკა მაქსიმალურად შეეცდება, რომ ისრაელთან ერთად გაანადგუროს მთელი ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, სამხედრო ინფრასტრუქტურა,
რაც გააჩნია ირანს და ეს მნიშვნელოვნად დაასუსტებს მათ რეჟიმს და მერე უკვე მან სხვადასხვა ვარიანტებზე შეიძლება შეჯერება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასევე ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებზე. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი და შესაძლოა ეს რეჟიმის ცვლილება, რაზეც მიდის აღგზელებს სიცოცხლის უნარიანობას, ხო ჩვენს Financial Times გონდა თუ არ ვცდები სტატია იმის შესახებ, რომ აიათოლას ემზადებოდა აი ასეთი მოვლენების შესაძლო განვითარებისთვის და დატოვა ქვეყნის მართვის თითქოს გეგმა თავისი სიკვდილის შემდეგ. მე მგონი შეჯერდნენ, ხო? მაგალ თანამდებობის პირები რა ქვიათ იქ არ ვიცი, რომ ახალსულიერ ლიდერად შესაძლოა დაასახელონ სწორედ მისი შვილი. კი ბატონო, მაგრამ როდესაც თუ ჩვენ უნდა დავაკონკრეტოთ რაზე გვაქვს საუბარი, ეს იქნება ვთქვათ ომის ტიპის დაპირისპირება, ეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირება თუ რა ფორმებს მიიღებს. ეხლა ეს რო დაიწყო სადაც ომის რეჟიმში ამ ყველაფრის წარმოება, მაშინ ირანს ფიზიკურად ამდენი დარტყმისგან თავისი სტრატეგიული შესაძლებლობები, სამხედრო შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, იმიტომ ჩვენ ნახეთ ბალისტიკური გამშვები პუნქტები დაიბომბა ასევე ბირთვული ობიექტები, ინფრასტრუქტურა შესაბამისი და ტექნიკურ დონეზე ისინი ძალიან დასუსტებულები არიან. რეალურად ისინი უნდა იყვნენ დამოკიდებული ადამიანურ ძალაზე და ვთქვათ ძიმე ტექნიკაზე, ეს იქნება ტანკები, ჯავშან მანქანები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც საჰაერო დარტყმები ამ სამხედრო შესაძლებლობებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შესაბამისად თუ დარჩება იქ მარტო ცარიელა ჯარი, არ ამგონია რომ ეს ასე ვთქვათ ისეთი ძლიერი იყოს, რომ დაუპირისპირდეს ნომერ პირველ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც ყველაზე ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები აქვს. თუმცა აქ ჩნდება მეორე საფრთხე, შეიძლება გარკვეული ტერორისტული ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ, რაღაც ტერაქტების სერია განხორციელდეს როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ევროპის ტერიტორიაზე და ეს უკვე სხვა ტიპის გამოწვევა იქნება, რომელიც არა მხოლოდ ამერიკა, ისრაელ, ირანს შორის იქნება, არამედ გლობალურ სახეს მიიღებს, რომ ჩვენ წინა წლებში ვნახეთ ისლამური სახელმწიფო როგორ ჩამოყალიბდა სირიის ტერიტორიაზე, ასევე სხვა ტერორისტული ორგანიზაციები და აქედან გამომდინარე შეიძლება ეს სწორედ მოვლენები განვითარდეს იმ კონტექსტში, რომ ასეთი ლოკალური და პატარ-პატარა რაღაც საფრთხეები შეიქმნას გლობალურ დონეზე. ნიკოლოზ ხატიაშვილს ძალიან დიდი მადლობა. ინიციატივა ჯერ საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება უკვე